გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგება. მიუგო იესო და რქვა, ჰოი ნათესავი ურწმუნო, ვიდრემდე ვიყო თქვენთანა, ვიდრემდე თავს ვიდებდე თქვენსა. სახარება მხოლოდ სამგზის ახსენებს, ანუ მოგვითხრობს ისეთ შემთხვევას, როდესაც იესო ქრისტე განრისხდა. დაბიურად რომ იტყვიან გაჯავრდა, ანუ გული მოუვიდა. იესო ქრისტე განრისხდა მოწაფეთა თვისთა ზედა, რადგანაც ისინი შთავარდნენ ისეთ სულმოკლებასა და ურწმუნოებასა შინა, რომ ვერ განკურნეს მოყვანილი ერთი ყრმა, შეპყრობილი სულისაგან არაწმინდისა. მაშინ, როდესაც მათ ჰქონდათ მაცხოვრისგან მინიჭებული ძალი კურნებისა და კიდეც ბევრჯერ აუსრულებიათ ასეთი სასწაული. ჰოი ნათესავი ურწმუნო, ვიდრემდე ვიყო თქვენთანა, ვიდრემდე თავს ვიდევდე თქვენსა, უთხრა მათ განრისხებულმა იესო ქრისტემ. განრისხება ანუ გაჯავრება არის სამნაირი, ანუ სამხარისხოვანი. ზოგჯერ განრისხება არის სამართლიანი და სათნო. კანონიერი და სათნო განრისხება იქნება მაშინ, როდესაც კაცი ჯავრობს სიმართლით, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზისა გამო. მაგალითად, როდესაც კაცი გაიგონებს ღვთის და მისი საღვთო ჯულის გმობას, სარწმუნოების დაცინვას და სხვა მსგავს მძიმე საგანთა შესახებ. ვიხილე უგულისხმონი და დავსდნებოდი, რამე თუ სიტყვანი შენი არა დაიმარხნეს, იტყვის წინასწარმეტყველი დავითი. ესე იგი დავსდნებოდიო, ჯავრისგან მკვდებოდიო, როდესაც ვუყურებდი უგულისხმოთა და უგუნურთა, რომელთაც არ ახსოვდათ სიტყვა ღვთისა. ანუ როდესაც კაცი წუხს და ჯავრობს შემხედველი კაცისა განრყვნილისა, რომელიც თვითონაც უგზო-უკლოდ ცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს. ანუ დაინახავს კაცსა ბოროტსა, უსამართლოსა, რომელიც სტანჯავს მოყვასთა თვისთა, არ ღვევს ყოველ სჯულს. ყოველთა ესრეთთა შემთხვევათა და გარემოებათა შინა მრისხანება კაცისა არა თუ არ არის დასაძრახისი, არამედ დიახ პატიოსანი და ღვთის სათნოა. მისთვის რომ ამისთანა მრისხანება წარმომდინარეობს წმინდა წყაროსგან, იგი არის აღძრული სიმართლის სიყვარულისგან, საღვთო შურისგან. იგი გამოაჩენს კაცის კეთილობას და არა ბოროტებას. მართლა ხშირად მოხდება, რომ ვერც კი შეიტყობ რა ხასიათი აქვს ზოგიერთ ადამიანს, ვიდრემდის გული არ მოუვა და არ გაჯავრდება. და როდესაც გაჯავრდება, მაშინ მიაქცია ყურადღება, რაზე გაჯავრდა და რისთვის. და იქიდან შეიტყობ, რა კაცია იგი, სიმართლის მოყვარე და გულწრფელი, თუ ერთი უსაფუძვლო და თავისმოყვარე კაცი. მეორე ხარისხი ანუ სახე მრისხანებისა, თუმცა არ არის ეგოდენ წმინდა და სათნო როგორც პირველი, მაგრამ დასაძრახისი და გასამტყუნარი არც ის არის. კაცს ხშირად უნებლიეთ მოუვა გული და გაჯავრდება, როდესაც მას ვინმე ჩაგრავს, ან სიტყვით, ან საქმით. თუ ვინმე მცილის წამება მოიგონა, ანუ უსამართლოდ უჩივლა, წაართვა რამე, არ შეუძლია მაშინ კაცს გული არ მოუვიდეს, არ გაჯავრდეს, არ დაიწყოს წუხილი და ჩივილი მისთვის, რომ ისიც კაცია, ადამიანი და ყველაფერს ვერ მოითმეს. მაგრამ ამისთანა შემთხვევაშიც, ესე იგი, როდესაც შევინმე გჩაგრავს, გემტერება, გული რომ მოგივიდეს და გაჯავრდე, მაინც ეცადე რომ დააკავო შენი გრძნობა. გეშინოდეს რომ არ წაგიტაცოს შენმა გრძნობამ და ცოდვაშიც არ ჩაგაგდოს. თუ იმ ზომად განრისხდი, რომ შურის ძიება დაიწყეს სიტყვით ან საქმით, მაშინ შენც მას დაემსგავსები და შენი მრისხანება შეიქმნება ცოდველი და ღვთის წინააღმდეგი.
ზოგჯერ მრისხანება არის სრულიად უსამართლო. იგი სხვადასხვანაირად გაჩნდება. ზოგჯერ იგი ნამეტანს უგუნურებას გამოაჩენს კაცისას. მაგალითად, ხშირად მოხდება, რომ კაცი განრისხდება ცუდ ამინდზე, რა წყეული და შეჩვენებული დღე არისო. ამით იგი აჩვენებს თავის საკუთარ მოუთმენლობას, უგუნურებას და სულმოკლეობას. უფრო ხშირად ვხედავთ, რომ კაცი გაცოფდება და განრისხდება პირუტყვზე. რამდენჯერ დაინახავ სოფელში, რომ გაჯავრებული გლეხი თავის საკუთარ საქონელს ჯოხით სცემს თავში, პირში, თვალებს გაუფუჭებს. უნებლიეთ იფიქრებ ამისთანა შემთხვევაში, რომ თვითონ ის კაციც პირუტყვია, ჭკუითა და გონებით. რამდენჯერ მოხდება, რომ კაცი გააფუჭებს რაიმე საქმეს და ნაცვლად იმისა, რომ თავის თავს გაუჯავდეს, უჯავდება თავის მოსამსახურეს. საულ მეფემ მისი ცუდი ყოფაქცევით და ღვთის ურჩებით შებღალა და დააკნინა თავისი მეფობა, მაგრამ ბრალი უბრალო დავითს, იესეს შვილს დასდო და იწყო მისი დევნა. ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ მოეკლა იგი. ცხადია, რომ ამისთანა უბრალო კაცზე მრისხანება თავხედობისა და ამპარტავნებისგან წარმოსდგება. თუ კაცი არის თავმდაბალი და თავის უარის მყოფელი, მაშინ იგი ყოველ შემთხვევაში თავის თავს განიკითხავს და არა სხვას. რისი ნიჭი და მადლით მოგვანიჭოს ჩვენ ყოველთა მაცხოვარმან. ამინ.